დაბრუნდით პირდაპირ ეთერში 30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ბუნებრივია რომ საქართველოც უერთდება მას. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად ლეგენდარული ჯაზ შემსრულებელი კონტრაბასისტი რონ კარტერი საკუთარ ტრიოსთან ერთად წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს კულტურისა და პოპულარიზაციის სამმართველოს უფროს გიორგი აფციაურს და ამერიკის კულტურის ატაშეს ჯეიმს დუის. დილამშვიდობის მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის, ჯაზის მოყვარულებისთვის ეს ინფორმაცია ვფიქრობ რომ ნამდვილად ძალიან გასახარია. მოდი თავდაპირველად თავად ამ დღის დაარსების ისტორიაზე რომ ვისაუბროთ, ბატონო ჯეიმს, თქვენგან დავიწყებთ. რამდენი ქვეყანა აღნიშნავს ზოგადად ამ დღეს და იგივე საქართველოს როდესაც შეუერთდა მას? ეს პროგრამა არის მთელი მსოფლიოსთვის, რა თქმა უნდა, როგორც გაეროს პროგრამა არის, დაიწყო 2011 წელს და ყოველ წელს აპრილის 30-ში არის დიდი კონცერტები მთელ მსოფლიოში. და წელს იქნება პარიზში ეს ყველაზე დიდი კონცერტი, მაგრამ აქ თბილისშიც იქნება ძალიან მასშტაბით ყველა ქვეყანაში აღინიშნება ძირითადად. ანუ მთავარი გალასაღამო შედგება პარიზში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხო? სხვადასხვა ქალაქებში იმართება ყოველწლიურად, ან თუ არის იმის შანსი, რომ თბილისშიც გაიმართოს ერთ დღეს? კი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჯაზ ფესტივალები ძალიან მასშტაბური გახდა. თბილისის ჯაზ ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი, ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსებმა სახელი გაუთქვეს საქართველოს საზღვარგარეთ და თქვენ თვითონაც ნამდვილად ნახავთ რომ თავარ გალაშოუზე რომელიც პარიზში გაიმართება იუნესკოს შტაბ-ბინაში ყველა ის მუსიკოსი რომელიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ვარსკვლავი 90-95% უკვე ნამყოფია საქართველოში ასე რომ ჩვენ ნამდვილად ჩვენი მხრიდან არის ინიციატივა რომ ეს მთავარი გალა კონცერტი ჩატარდეს ერთ დღესაც საქართველოში მომავალ წელს ან 2017 წელს გვინდა ჩვენ ოფიციალურად თბილისმა გააკეთოს განაცხადი და მთავარი გალა კონცერტი გაიმართოს თბილისში ეს უმნიშვნელოვანესი უნიკალური მოვლენა იქნება და ასევე ძალიან დიდ პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს. არის რამე კრიტერიუმი ვთქვათ რის მიხედვითაც ირჩევა ქვეყანა სადაც უნდა ჩატარდეს ეს მთავარი გალა შოუ? ესეთი კონკრეტული კრიტერიუმები ასე ვთქვათ არ არის დადგენილი, თუმცა რასაკვირველია თვითონ ქვეყანა უნდა ხელს უწყობდეს ჯაზის განვითარებას, თვითონ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური სტაბილურობა უნდა იყოს, უნდა აქტიურად იყოს ქვეყანა ჩართული და რაც შეიძლება ბევრი და ბევრი საინტერესო ღონისძიებები უნდა იმართებოდეს, რაც პრინციპში იმართება საქართველოში და ძალიან სასიხარულოა. რონ კარტერი, რომელიც დაუკრავს უკაცრავად ჯაზის საერთაშორისო დღეზე თბილისში, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ძველი მუსიკოსია, რომლის მუსიკაც 3000-მდე ალბომში ჟღერს, მე მგონი. ამდენი შესრულება სხვადასხვა მუსიკოსებთან, ფიქრობ, რომ არავის არ გქონდა. რონ კარტერი, რატო გადაწყვეტეთ, რომ მაინც ამას ისნა ჩამოსულიყო თბილისში 30 მაისის? კაი შეკითხვა არის. რატომ არ ვიცი თუ არის რატომ, მაგრამ ალბათ მთავარი არის რომ ის არის ლეგენდა და არ იყო თბილისში და უნდა ყოფნა ჩვენთან და რა თქმა უნდა სიამოვნებით გვინდა რომ იყოს ჩვენთან და მისი კონცერტი არაჩვეულებრივი იქნება ეჭვის გარეშე. ის ნამდვილი ლეგენდა არის, ბევრი გრამი აქვს is kravda BB Kingston, Count Basie Orchestra stand Miles Davis stand is მისი მეტი სახელი არის ეს დოქტორ, ხო? ის არის ჯაზის დოქტორი, ნამდვილი ოსტატი არის. კი ბატონო, აბსოლუტურად. ნამდვილად დიდი სიამოვნება ქართულ. დავამატებდი რომ ნამდვილად ცოცხალი ლეგენდაა რონ კარტერი, ის ეწევა თბილისს 30 აპრილს რუსთაველის თეატრში გამართავს კონცერტს თავის ტრიოსთან ერთად. საღამოს 8 საათზე დიახ, პიანისტ დონალდ ვეგასთან და როსელ მოლონთან ერთად, გიტარისტთან.
Russell Maloney 2010 წელს უკვე იყო თბილისში, Donald Vega და Ron Carter კი პირველად ეწვევიან საქართველოს და ასევე 1 მაისს გამართავენ master-class. და იქნება უნიკალური საშუალება ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისთვის, რომ ასე ვთქვათ, დასწრება თავისუფალია, რომ დაესწრონ და პირადად Ron Carter-ი, Donald Vega და Russell Maloney გაუზიარებენ თავიანთ უნიკალურ ძალიან ძვირფას გამოცდილებას. ქართულ ახალგაზრდა მუსიკოსებს და თვითონ ეს ფაქტიც უკვე რომ კარტერი ეწვევა საქართველოს და თბილისში გამართავს კონცერტს, ეს ძალიან ხელს უწყობს და გარდა ასე ვთქვათ, თავმოჩემელია თქო რომ გარდა მთავარი გალა კონცერტისა რომ კარტერის ყოფნა თბილისში უკვე დიდ ყურადღებას იპყრობს და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება თბილისში. 185 რეკორდული მაჩვენებელია წელს, 185 ქვეყანა იღებს მონაწილეობას მსოფლიოს მასშტაბით და 600 ღონისძიება გაიმართება 30 აპრილს, რომელიც მიეძღვნება ჯაზის საერთაშორისო დღეს და ნამდვილად თბილისი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ამ მხრივ და რომ კარტერის ასე ვთქვათ ვიზიტიც დაეხმარება იმას, რომ ჩვენ განვაცხადოთ მომავალ წელს ან 2017 წელს ნამდვილად რომ ჩატარდეს თბილისში უკვე მთავარი გალაში. კონცერტს რომელსაც რონ კარტერი გვთავაზობს 30-ში საღამოს 8 საათზე რუსთაველის თეატრში მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ. Როგორც ვიცით, ამ კონცერტს გახსნის ქართული ახალგაზრდული ჯგუფი. ამის შესახებაც რომ უთხრათ მაყურებელს The Quintessence. რომელიც ასევე წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე. აი რის მიხედვით მოხდა მათი შერჩევა და ვთქვათ, კი გარდა იმისა, რომ მათ ძალიან ბევრი წარმატება აქვთ, რატომ მაინდა-მაინც ეს ჯგუფი? რა თქმა უნდა, დიდი შანსი არის მათთვის ეს იქნება Ron Carter-თან ერთად ეს Obviously, to me, Vico, as არაჩვეულებრივი შანსი არის მათთვის და არ ვიცი თუ ალბათ გინდათ. მოდი მაშინ თვითონ ნამდვილად ვამოყობთ ამ ჯგუფით, ახალგაზრდა წარმატებული ჯგუფია და მათთვისაც უნიკალური და ძალიან სამახსოვრო იქნება, როდესაც გახსნიან კონცერტს და ასე ვთქვათ იქნება საშუალება ერთი სცენა ასე ვთქვათ ერთ სცენაზე გამოიგეს სადაც რონ კარტერი გამო. მე ბოდიჟუხტი არ მინდა ჩემი საუბარი ისე დაამთავრო რომ დიდი მადლობა არ გადაუხადო TBC Banks, ქალაქ თბილისის მერიას და საკურველია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, იმიტომ რომ მათ გარეშე ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების შესაბამის დონეზე გამართვა. ასე რომ დიდი მადლობა. The Quintessence ამ ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა შემოგვიერთდეს ბუკა კარტოზია ახლა. ბუკა გთხოვ და ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კეთი ქართველიშვილი. გთხოვთ შეიძლება. მოგესალმებით ელონშვიდობისა, მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედით. 30 აპრილის კონცერტი და ფაქტი რომ თქვენი ჯგუფი გახსნის ძალიან წარმატებული ჯგუფია უპირველესად და ძალიან საინტერესო მუსიკას აკეთებთ. ამის შესახებ რა გქონდა? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ უკვე მეორე წელია ეგ პატივი გხვდა წილად შაშანაც 30 აპრილს იყო ამ ჯგუფის სოლო კონცერტი ივენთ ჰოლში და წელსაც აღმოჩნდა რომ ჩვენ ვართ ამ კონცერტის ნაწილი, რაც ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, იმიტომ რომ რონ კარტერი მართლაც რომ ცოცხალი ლეგენდა არის. და რა ვიცი, ბავშვები ძალიან აჟიტირებულები არიან, ძალიან უხარიათ და საოცრად წარმატებული ჯგუფი გაქვთ. ჯერ მარტო შარშანდელი გამარჯვება პოლიფონიური მუსიკის ფესტივალზე, რის შემდეგაც რიგით 31 ფესტივალზე, როგორც მასპინძელი, ისე წარსდგით. შემდეგ ბროდვეი, მანჰეტენი, მილერის თეატრისაც ქართული მუსიკა წარადგენთ. აი რა გაქვთ კიდე ახლა უკვე რონ კარტერის კონცერტსაც ხსნით. ამის შესახებ რო ვისაუბროთ. კი, ჩვენ სულ ახლახანს დავბრუნდით ნიუ-იორკიდან, სადაც მილერის თეატრში იყო ბავშვების ესე იგი Quintessence იყო მიწვეული როგორც guest of honor ამ საპატიო სტუმარი და ესე იგი უწლევანდელ გამარჯვებულს პრიზი ამ ჩვენ გადავეცით ასე ვთქვათ. და ესე იგი ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამათ გამოსვლას. აი ეკრანზე კადრებიც გადის
ნიუ-იორკის კონცერტის და ძალიან ბევრი პროდიუსერი დაინტერესდა ერთდროულად და მათ გადაწყვიტეს, ესე იგი კონცერტის დამთავრებისთანავე მე დამიძახა ფესტივალის პროდიუსერმა კოლე თომსონმა და მითხრა, რომ ჩვენ გეგმავთ ამათ დიდ ტურნეს 2016-17 წლებში ეს იქნება Tri-State area, ანუ ნიუ-იორკი, პენსილვანია, ნიუ-ჯერსი და შემდეგ უკვე დასავლეთ სანაპიროზე დავიწყებთ Blue Note-ით, რაც ცოტა გამეჭრიალა რომ გავიგე ეს სახელი და დავამთავრებთ Jazz-ით Lincoln Center-ზე. ამაზე სულთლად შექმნილია კი, მაგრამ ამდენ წარმატებას მიაღწიეთ უკვე და კიდევ წინ არაერთი წარმატება. ეს ჯგუფი შეიქმნა 2012 წლის სექტემბერში. და მაშინ იყო კვინტეტი, 5 იყო და ვერქვა Quintessential 5. და შემდეგ უკვე რაღაცა 6 თვის წინ გადავწყვიტე, რომ გამეზარდა ჯგუფში მოკეთ რაოდენობა და გავხდით სექსტეტი. და თვითონ იდეა საერთოდ სულ ცოცხლობდა ჩემში ესეთი ჯგუფის, იმიტომ რომ მე ვმღეროდი მსგავსი ტიპის ჯგუფში, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ გადავედი საცხოვრებლად ამერიკაში 15 წელი იქ ვიცხოვრე და ნუ იქაური გამოცდილებით ალბათ უფრო მეტად იმ მუსიკას ვაკეთებთ, რაც იქ მეტად უფრო მოწონთ. კეთი, თქვენ რა გითხრათ, როგორ შეიკრიბეთ ექვსეული, რომელმაც ჯგუფი შექმნა და თან ძალიან საინტერესო ჟანრში მღერს, რაღაცა ეთნო ჯაზია საბოლოო ჯამში, რაც მოვისმინე. კი, რეალურად ბავშვები მღერიან მრავალ ჟანრში, არა მარტო ეთნო ჯაზში, კლასიკური ნომრებიც აქვთ, კლასიკური ჯაზ ნომრებიც აქვთ და ასე შემდეგ. 6 იმიტომ შეიკრიბა, რომ 6 ადამიანის ჟღერადობა უფრო ახლოს არის აი იმ იდეალთან. უფრო მაინტერესებს. როგორ ვიპოვეთ, ეს ბავშვები არიან ანაბანადან ყველანი თითქმის და ნუ ეს ბუკამ შეკრიბა თავის დროზე, საუკეთესო ანაბანას გამარჯვებულები. ეს არის ბავშვების ვოკალის პედაგოგი. თანასწავლის. კი. მომავალ თაობას. და სხვათა შორის ჩვენი ნუცა სკოლელიც საქმე რო აღნიშნოთ ეს ფაქტი. მოკლედ. ხო, ჟანრზე, მიმართულებას რაღაც კონკრეტული მიმართულება გაქვთ თუ იცით, კი, უფრო არის ეთნო ჯაზი, რაც მეტად უფრო, ესე იგი, ქართული ფოლკლორი ძალიან დიდარია და ამოუწურავია. მაგრამ როგორც აი უცხოელები ბევრი აღნიშნავს, არის ცოტა უფრო რო, ცოტა ველური, რომელიც შეიძლება აღსაქმელად იყოს უფრო რთული და ჭირდებოდეს, რომ იყო მუსიკაცოდნიან მუსიკოსი და ეს ფორმა უკვე ჯაზური ჰარმონია, ქართული მელოდია, არეული ერთმანეთში უკვე არის ძალიან საინტერესო და მისაღები არის უცხოეთში ძალიან. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს იგი ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიწყვნილ კონცერტს, რომელსაც რონ კარტერი შესთავაზობს ქართულ მსმენელს, სწორედ ქართული ჯგუფი The Quintessence გახსნის. მოდი დაუბრუნდეთ სწორედ ამ თემას. ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიწყვნილი მთავარი გალა შოუ, რომელიც გაიმართება პარიზში. აი ამის შესახებ რომ გითხრათ, საუბრობთ იმაზე, რომ ინიციატივა არის, რომ 2017 წელს მაინც ჩვენთან ჩატარდეს. რა ხდება რეალურად გალა შოუზე, მთავარ კონცერტზე? რა იქნება პარიზში, იქნება როგორც აქ იქნება დიდი შოუ იქნება, მე მგონი Herbie Hancock იქნება. ნამდვილად კი. გაიროს კეთილების ელჩი. ანუ რით არიან პრივილეგირებულები ამ შემთხვევაში ის ქვეყანა, სადაც ტარდება ეს მთავარი გალა კონცერტი? პრინციპში თელი დღევანდელი ჯაზის, ასე თქვა და არა მარტო ჯაზის ვარსკვლავებს იხილავს. ის ქალაქი, სადაც გაიმართება მთავარი გალა კონცერტი და როგორც ასე ვთქვათ, აღინიშნა და გაჟღერდა, ჯაზი არის ყველაზე დემოკრატიული მუსიკა, ის არის მიმართული ჰუმანიზმისკენ, ტოლერანტობისკენ, მშვიდობისკენ და იმ იდეის მატარებელია, რომ ჯაზი იძლევა იმის საშუალებას, რომ განურჩეულად კანისფერისა, მშობლიური ენისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ სხვა რაღაცა, ასე ვთქვათ, პოზიციების ქონისა, იკრიბებიან ეს, ასე ვთქვათ, ვარსკვლავები, სადაც აქვს საშუალება, რომ გამოაჩინონ მაქსიმალურად თავიანთი ინდივიდუალურობა და ასევე ანახონ, თუ როგორ შეიძლება ჯაზმა გააერთიანოს
სხვადასხვანაირი ადამიანები და გარდა ინდივიდუალურობისა ასევე ერთი გუნდის ასე ვთქვათ პრინციპით მუშაობა ანახავს თელ სოფლიოს. თქვენ თქვით რომ გაქვთ იდეა 2016-17-ში თბილისში ჩატარდეს მთავარი კონცერტი. რამე სპეციფიური მზაობა ჭირდება ქვეყანას რომ რაღაც გალა შოუს უმასპინძლოს, თქვა დარბაზების მხრივ ან რამე ისეთ შემზადება არის საჭირო ამისთვის. რასაკვირველია ესეთ უნიშნელოვანესი ღონისძიება ყველაფერი უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. ასე რომ ყველაფერი ძალიან წინასწარი დასაგეგმია, გასათვალისწინებელია, უმრავი სტუმარი ჩამოდის. თუმცა შემიძლია თავმოთ თქვა რომ თუ გადაწყდა რომ თბილისში გაიმართოს თავარი გალა კონცერტი ჩვენ ამისთვის უკვე მზად ვართ ყველანაირი ასე ვთქვათ მაჩვენებლებით. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კვინტესენს არსად არ ვუშვებთ, იმიტომ რომ რეკლამის მერე შემოგვერთებიან უკვე მუსიკალური ნომრით. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. რეკლამის მერე ვბრუნდებით რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში დაგვალოთ.